საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში პარლამენტში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-12 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის წინაშე. 2012 წლიდან დღემდე ეს პოლიტიკური ძალა ასრულებს მაოხრებელი გზირის ფუნქციას ქართულ პოლიტიკაში. ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. ამასთან ამ პოლიტიკური ძალის ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შემთხვევაში ის აუცილებლად ჩაიდგენს იგივე სახის დანაშაულებს ახალი შემართებითა და ენერგიით, რაზეც მას მწვანე შუქს აუნთებენ იგივე ძალები, რომლებიც 2003-12 წლების ავტორიტარულ სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებთ. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაანონსა ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ. საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაშია ჩაბურდებული და სწორედ Deep State-ის მიერ იმართება. ეს არის Deep State-ის მიერ ჩამოყალიბებული მონების ჯგუფი, რომელიც როგორც ამას თავად Deep State-ის მართვის წესი ითვალისწინებს, თვალდახუჭული ემსახურება პატრონის ნებისმიერ ახირებას. 2003-12 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. ესენია პატიმრების წამება და წამების სისტემა საჯარო ახსნილების დაწესებულებებში, ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა, კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით, კანონიერი მფლობელებისგან მედია საშუალებების მისაკუთრება, 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართული სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება. აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში. 2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. სპეკულაციას რაც შეიძლება მოყვეს, ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და მე მგონი საქმე დავამტკიცეთ, რომ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებას, სიტყვა იყო ნათქვამი საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების შემთხვევაში, თუ ამის გარეშეც შეგვიძლია, ჩვენ ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოების წინაშე ყველა დაპირებას შევასრულებთ. თუ კი ჩვენ არ შევაფასეთ და თავისი სახელი არ დავარქვით იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ხდებოდა და ხდება. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გავწიროთ იმისათვის, რომ ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის, ბულინგის, ინფორმაციული ფეიქ კამპანიების მსხვერპლი. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, ომის დანაშაულს რუსეთის სასარგებლოდ აბრალებდნენ საკუთარ სამხედროებს. და ადამიანები, რომლებიც შეიძლება დაუშვათ ვიღაც არსებობდეს, რომელიც ძალიან გულწრფელად რაღაცა დაიჯერა ამ ფსიქოლოგიური ფეიქ შტურმის გამო და დგას დაუშვათ აქციას. იმ ძალების ორგანიზებულ აქციაზე, რომლებიც აი ამ ყველაფერს აკეთებდნენ. და ამას თუ სახელი არ დაერქვა, ბევრი საშუალება ექნება წინა რეჟიმის
ბევრი წარმომადგენელს რომ საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეიყვანოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალოს. რეალურ ევროპელობას, რეალურ ღირებულებებს დაუპირისპირდეს და ეს შეფუთოს ევროპელობის და ევროპულობის სახელი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, პარალელურად კი ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნებია, რისი ალტერნატივაც არ არსებობს და აუცილებლად ჩატარდება. როგორც პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის არის და იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლება კი უკვე იშლება. რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, მივდივარ ვაშინგტონში ვიხდები ჯო უილსონის დაპატიჟებით. თქვენ იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები, თქვათ, მოწვევის ამ ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდით, სხვათა შორის თუ არა ეს რომ ყოფილიყო ამის საშუალება, ალბათ სხვებსაც ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები. მაგრამ ეს დავტოვოთ ეს ხუმრობა გვერდზე. მთავარი ის არის, რომ მივდივარ იქა, მექნება მაღალდონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენ პარტნიორებთან. იცით ასევე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, ის უხეში და უზრდელი პასუხები, რაც მოდის ამ მმართველი გუნდიდან, ყველა ამ მიმართულებებით, ამ ჩვენი პარტნიორების მიმართულებებით, დიდად არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ რომ რეალურად რაც არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მხარდაჭერა მისი მთავარი პარტნიორებისგან, ჩვენ ნახევარი პრაქტიკულად გასული არის და არავინ არ აღიარებს გარდა ის ქვეყნები, რომლებიც არ ითვლებიან როგორც ჩვენი დემოკრატიული პარტნიორები, ამის გარდა არავინ არ აღიარებს არჩევნებს და არავინ არ აღიარებს არჩევნებისგან გამოსული არც მთავრობას, არც პარლამენტს, არც პრეზიდენტს და ეს კიდევ უფრო ცხადი არის იზოლაციაში გვამყოფინებს ჩვენ მთლიანად ქვეყანას, მაგრამ ჩვენს გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებს სრულყოფილად. ახალ არჩევნების გარეშე არაფერი არ შეიძლება ამ ქვეყანაში და ეს ქვეყანა იქნება ასე გაყინული, რაც დიდხანს ნამდვილად ვერ გაჩერდება. ჩვენ ვართ მზად ორივე ალტერნატივისთვის და მზად ვიქნებით. გრძელდება ეს ბრძოლა. მისი მთავარი კომპონენტი არის ის ხალხი, რომელიც დგას ქუჩაში, რომელსაც მეც უერთები რამდენადაც შემიძლია, დაიშლება ეს მმართველი პარტია. რაც არის მისი მომავალი, ერთი წუთი თუ მეკითხებით, მაგრამ რაც არის მისი გარდაუვალი მომავალი, თუ თვითონ არ მოვაგონზე და არ დანიშნავს ეხლა არჩევნებს. ასე რომ ორი აზრი არ არის, რომ ეს არჩევნები დაინიშნება. მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი. როგორი იქნება პარტიების განშლა ამ არჩევნებში და ჩემი ამაში მონაწილეობა, ეს არის ხვალინდელი კითხვა. არაფერი არ არის მუდმივად მოცემული. ყველაფერი იცვლება და თუ რამე იცვლება, ამ ქვეყანაში იცვლება ძალიან სწრაფად, დაინიშნოს არჩევნები და ვნახავთ რა ძალები გამოვა. დღეს საქართველოში გლოვის დღეა. ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი დღეს საბერიოში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ენგურის ხიდზე დილიდან შეიკრიბნენ ოჯახის ახლონაცწამები, მეზობლები და ბავშვების პედაგოგები. მათ შესაბამისი ნებართვის გაცემის შემდეგ ოკუპირებულ საბერიოში გადასვლისა და გარდაცვლილი მცირეწლოვნებისთვის პატივის მიღების საშუალება მიეცათ. შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ბავშვი გარდაიცვალა. დაღუპულთაგან ყველაზე უფროსი 7 წლის იყო, უმცროსი კი რამოდენიმეთვის. არსებული ინფორმაციით ბავშვების მშობლები ზუგდიდში სამედიცინო დაწესებულებაში წავიდნენ, შვილები კი ბებიას დაუტოვეს. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ ხანძარი შეშის ზღუმელის დანთებისას გაჩნდა. სახლი მთლიანად დაიწვა. 56 წლის ქალი ხანძარს გადაურჩა. ის ადამიანები კი, ვინც ოკუპირებულ საბერიოში პანაშვიდზე ვერ ჩავიდნენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალყაზში აფხაზეთის მე-14 სკოლაში შეიკრიბნენ, სადაც ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვი სწავლობდნენ. თბილისიდან ჩამოვდივარ, გოგოს მამინდა ვარ. რა გითხრათ, რა ვიცი.
ასეთი ტრაგედია გაგიგია თუნდაც ეხლა შემომცესნება რა ვიცი მაგრამ ბევრია ესეთი დაწესაობა დარჩენი რომ რა იქნებოდა რომ ეს დღე მაინც მიეცათ რა რომ გადასულიყო ყველა ტირის შემები ყველა გადარჩა იგი მეორე კლასში იყო უფროსი და წელს პირველში წავიდა მეორე ორი ბაღში მეზობლოდან მოდიან კიდევ არ არის ყველა გადმოსული და მოდიან დაახლოებით მაინც 30 ადამიანი მაინც იქნება ახლა მოვიდნენ ჩვენები კიდე და თქვენ საიდან მოვიდეთ? მე წაენჯიხიდან მოვდივარ რათი საუბრობთ? რა გითხრათ რა ასეთი არასოდეს არ მოხდა რა დაწყებითის მასწავლებელი ვარ. ამათაც არიან. ემილია იყო ჩემი მოსწავლე უფროსი, მეორე კლასელი, ძალიან თბილი მოსიყვარულე, ძალიან ამსი. ეს მოქცეს უფლება რომ გადასულიყო. მოვედი და ჯერჯერობით არ ვიცი ალბათ გადავარ. საქართველოში არის დემოკრატიული უკან დახევა და ეს ძალიან შემაშფოთებელია. ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინტონი ბლინკენს საქართველოზე კითხვა ჟურნალისტმა ალექს რაფაულოვმა დაუსვა. საქართველოს შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამ კვირაში განაცხადა, რომ ახალი არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. მოკავშირეებმა მიიღეს ზომები, მაგალითად სანქციები, მაგრამ რას უნდა ველოდოთ? არის თუ არა რაიმე, რისის გაკეთებას დასავლელ მოკავშირეებს შეუძლიათ საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად? ამ კითხვაზე ენტონი ბლინკენმა უპასუხა, რომ ლიდერებმა ეს საკითხი განიხილეს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე. რაც შეერთებულმა შტატებმა დაინახა საქართველოში, არის დემოკრატიის უკუსვა. ეს ძალიან შემაშფოთებელია. და არა მხოლოდ დემოკრატიული უკანდახევა, არამედ უკანდახევა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებისაგან მომავლის შენებისკენ, რომელიც უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან. ასე რომ, როდესაც დავინახეთ ეს დემოკრატიული უკუსვა, დავინახეთ, რომ მთავრობა, რომელიც მოქმედებს იმ ხალხის მკაფიონების საპირისპიროდ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ნახეთ არჩევნები, რომლებაც მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა. ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიული ქმედებები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ თავისუფლად და ღიად ისაუბრონ. ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც მივიღეთ ზომები. ჩვენ სანქციები დაუწესეთ ქართული ოცნების პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებს. შევაჩერეთ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ეუთოს ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, მათ შორის საფრანგეთთან ერთად. ჩვენ ავმოქმედეთ ვენის მექანიზმი, რათა ნათლად განვაცხადოთ, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონის მიღება, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების სივრცეს, უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, თქვენ ხედავთ ერთიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის საქართველოს ხელისუფლების ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა კონგრესმენ ჯონ უილსონისა და სტივ კოენის კიდევ ერთი ინიციატივა სახელწოდებით ქართული კოშმარის არაღიარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტი იკრძალავს აღიარებას ან ურთიერთობების ნორმალიზებას საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, ან ნებისმიერი მარიონეტი ქართული ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულების გამო. ოპოზიციური სპექტრის შეფასებით ამერიკა ქართველი ხალხის მეგობარია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დოკუმენტით. მართლ გუნდში კი განმარტავენ, რომ მსგავს დოკუმენტებს ქართულ საზოგადოებაზე გავლენა არ აქვს და ისინი ურთიერთობების გადატვირთვას ელოდებიან. მე ვფიქრობ, ამ აქტის სათავე ძალიან კარგად აჯამებს იმ შინაარსს, რაც გააჩნია მათ შორის ამ აქტს. ერთ დროს ქართულ ოცნებათა პოლიტიკურ ძალას დღეს ყველა უწოდებს ქართულ კოშმარს, ძალიან სწორად და სამართლიანად ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მიიტაცა ხელისუფლება, რომელსაც ომი გამოუცხადა საკუთარ ერს და რომელსაც გადაწყვიტა, რომ ამ ერის გეოპოლიტიკური განაცხადი გაუქმოს. შესაბამისად, ის არ იქნება აღიარებული არც ერთი ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ და პირიქით, მას ელის სულ უფრო მეტი სანქცია და სულ უფრო მყარი და განგრძობითი არაღიარების პოლიტიკა. ტერმინებზე შეიძლება ვიდაოთ, ეს შეიძლება იყოს გემოვნების ნაწილი, მაგრამ აქ ეს მთავარი არ არის. მთავარი არის ის, რომ შეიძლება მართლაც კოშმარი იყოს ის, რაც ხდება დღეს საქართველოში. საქართველოს იზოლაციაში მოქცევა, ამ
30-ზე მეტი წელია, რაზეცთვისაც ვიბრძვით, რომ საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ამის ერთ დღეში ყველაფერზე უარის თქმა და ამის გამართლება რაღაც აბსურდული პროპაგანდით, ბუნებრივია ეს არის მართლაც კოშმარი. და სტრატეგიულ პარტნიორებთან მე ვერ ხვდები რა პრეტენზია აქვს ოცნებას. მან პირველ რიგში დაარღვია ამ პარტნიორობის, ასე ვთქვათ, წესები. კოშმარი პირველ რიგში ალბათ მსოფლიო პოლიტიკაში მსგავსი ტიპის ადამიანების არსებობაა კოშმარი და ის ინიციატივები, ის არის კოშმარი, რაც მათი მხრიდან არის დაინიცირებული ნებისმიერ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის, გაფუჭების თუ არეულობის მოხდენის შესაბამისად, მსგავსი ტიპის ქმედებებს არანაირი გავლენა არ ექნება ქართულ საზოგადოებაში, ვინაიდან ქართული საზოგადოების უმეტესობამ აირჩია მშვიდობა, აირჩია ურთიერთობების გადატვირთვა, რასაც როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან განცხადება, რომ deep state და ჩრდილოვანი გავლენები უნდა დასრულდეს, შედეგად გვექნება ურთიერთობების გაჯანსაღება. პოლიტიკურ სპექტრში ასევე განხილული საგანია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება. მმართველი პარტიის პოზიციით დასავლეთის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზანი საქართველოს ომში ჩართვა. განცხადების მიხედვით ქართულ ოცნებას დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა გლობალური ომის პარტიისა და deep state-ის გავლენების შემცირებით ესახება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით კი მმართველი გუნდი პროპაგანდისტული გზავნილების გაძლიერებით, მათ შორის ომის შეშიშ დანერგვით საზოგადოების განწყობებზე მანიპულირებას ცდილობს. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ სანქციები და შეზღუდვები გაფართოება და საერთაშორისო რეაგირება კიდევ უფრო ხისტი იქნება. ქართული ოცნება ჩამოყალიბდა გლობალური ბოდვების პარტია. შეგვიძლია აქვს ტოტალური პარანოია, ისინი ყველა პროგნოზში შეცდნენ, რაში შეიძლება შემოსტარიყო ვინმე, ისინი შეცდნენ, როდესაც თვითონ რომ საქართველოს ხალხი არ გააპროტესტებდა ხანგრძლივი დროით. ისინი შეცდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაასანქციებდა ივანიშვილს და სხვა პოლიტიკოსებს და ჩვენ ნახეთ ეს ასე არ მოხდა. Deep state მოგონილი არ არის. Deep state არის ის, რაც საქართველოში ჭირს დღეს ივანიშვილის აი ჯამური კოლექტიური ქართული ოცნების სიმსივნის პაციენტის სახელად ქართული ოცნება, ამ პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. სამწუხაროდ არ ვიცი სხვა რა შეფასება შეიძლება გავაკეთო აი ამ deep state-ის, რა ვიცი, ამდენჯერმე ხსენებაზე თუ არ ვსწრები 25-ჯერ deep state-ი, 10-ჯერ გლობალური ომის პარტია. ну ბუნებრივია რომ ეს არის იმ პროპაგანდის ნაწილი და ფსიქოლოგიური ომის, ჰიბრიდული ომის ნაწილი, რასაც ოცნება უკვე დიდი ხანია ახორციელებს და როგორც ჩანს ეს არის მისი უკანასკნელი და ერთადერთი იმედი, რომ როგორმე საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე აი ამ ფსიქოლოგიური ინფორმაციული ძალადობით მოახდინოს გარკვეული ტიპის გავლენა, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ ექნება. ჩვენ არაერთხელ გამოცხადებია გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებით იგივე deep state-ი, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი ეიზენჰაუერის დროიდან მოიხსენიებდნენ, შემდეგ ბატონი კენედი პრეზიდენტი და დღეს უკვე ძალიან აქტიურად საუბრობს ბატონი დონალდ ტრამპი იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა გავლენა აქვს deep state ზოგადად ამერიკის ბიუროკრატიაზე, ევროკავშირის ბიუროკრატიაზე და იგი ღია ბრძოლას უცხადებს ამ გავლენებს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მინიმუმ შეამცირებს იგი თავის ადმინისტრაციის პირობებში მათ გავლენას. თუ ევროკავშირის გათავისუფლდება მომდევნო წლების განმავლობაში, ეს იქნება რა თქმა უნდა იდეალური, არა მხოლოდ ჩვენთვის, თვითონ ევროკავშირის უკვე ამჟამინდელი წევრი ქვეყნებისთვისაც, ვინაიდან რა თქმა უნდა ყველა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს თავისი სუვერენიტეტის დამტკიცება. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება საზოგადოება ქართული. არსებობს თუ არა გლობალური ომის პარტია და deep state. ეს ყველაზე კარგად ამერიკის პოლიტიკურმა ისტაბლიშმენტმა იცის. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გუშინდელმა განცხადებამ პოლიტიკურ სივრცეში კიდევ ერთხელ გახსნა ღია დისკუსია გლობალური ომის პარტიის არსებობასთან დაკავშირებით. ქართული ოპოზიცია, ექსპერტების ნაწილი და უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მას ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მიზნებით გამოვლენილ ეგრეთ წოდებულ შეთქმულების თეორიად და რუსულ ნარატივად ნათლავენ. არადა დასავლურ და ამერიკულ ექსპერტულ წრეებში ომის პარტია დიდი ხანია მიიჩნევა ახალი მსოფლიო წესრიგის განსაზღვრელ ტრანსნაციონალურ ჯგუფად, რომელსაც გადამწყვეტი გავლენა აქვს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებზე. პოლიტიკურ დებატებში ჭეშმარიტება ხშირად იკარგება, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას. რაც არ უნდა
უნდა იცოს ან ერთმა ან მეორე მხარემ თავისთავად, ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტია ან არის ან არა, მესამე არ არსებობს. სიმართლის დასადგენად ყველაზე უპრიანია მივმართოთ იმათ, ვინც ყველაზე უკეთ ერკვევა ამ თემაში, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს. ტერმინი ომის პარტია ერთმნიშვნელოვნად არ არის ქართული ოცნების ექსკლუზივი. იგი ხშირად გამოიყენება დასავლეთში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და წარმოადგენს მეტაფორას, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე იყენებს ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პარტიის, პოლიტიკური ისტაბლიშმენტის და სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და მთელ მსოფლიოში სამხედრო ინტერვენციებს უჭერენ მხარს. სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის გავლენების საფრთხეებზე ჯერ კიდევ დუაიტ ეიზენჰაუერმა ამერიკის შეერთებული შტატების 34 პრეზიდენტმა ელაპარაკა 1961 წლის 17 იანვარს თავის გამოსამშვიდობებელ მიმართვაში. ამერიკული სამხედრო დაწესებულებების შემდგომი განვითარების საჭიროებით ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ და თავიდან ავიცილოთ სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის დაუდებარი გავლენის შესაძლებლობა. თავრობის ყველა ოფისში ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა არ დაგვიშვათ, რომ ამ კომბინაციით საფრთხე შეექმნას ჩვენს თავისუფლებას ან დემოკრატიულ პროცესს. ანალოგიური იყო ამერიკის შეერთებული შტატების 35 პრეზიდენტის ჯონ კენედის გაფრთხილება, რომელიც მან 1961 წლის 27 აპრილის გამოსვლაში დააფიქსირა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მთელ მსოფლიოში მონოლითურ და დაუნდობელ შეთქმულებას, რომელიც იყენებს დაფარულ მეთოდებს გავლენის გასავრცელებლად. ეს არის სისტემა, რომელმაც გააერთიანა უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსები, ეფექტური მექანიზმების შესაქმნელად, რომელიც სამხედრო, დიპლომატიურ, სადაზვერვო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ ოპერაციებს აერთიანებს. თემა აქტუალურია დღესაც, რაზეც მეტყველებს არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსის და პოლიტოლოგის განცხადება. დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების 45 და 47 პრეზიდენტი. ორივე მხარე ვაშინგტონში, დემოკრატები და რესპუბლიკელები აერთიანებს ომის პარტიის ელემენტებს, რომელთაც სურთ, რომ დავრჩეთ უსასრულო ომებში. რონ პოლი, ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი და 2008 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი. ომის პარტია ვაშინგტონში ყოველთვის შეეცდება სამხედრო კონფლიქტის დაწყებას, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ქვეყნის ინტერესებს. ბერნი სანდერსი, დემოკრატი სენატორი და 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი. დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები ორივე იდგა უსასრულო ომების უკან. ნოამ ჩომსკი, ამერიკელი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, ეგრეთ წოდებული ომის პარტიის ძალაუფლება საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში მხოლოდ ელიტების ინტერესებს ემსახურება და ამერიკული მოსახლეობა ჩართულია კონფლიქტებში, რომლებიც მისთვის არ არის სასარგებლო. კრისტოფერ ჰიჩენსი, ამერიკელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და მწერალი. ომის პარტიის ლიდერები ხშირად იყენებენ შიშის ნარატივს, რათა გამართლება მისცენ ომის პროვოცირებას, მაგრამ სინამდვილეში მათი მიზანი სხვა ძალების გავლენის გაძლიერება, რასაც განგაშის მიუხედავად შექმნის ხარჯზე ახორციელებენ. ომის პარტიის ლიდერები ხშირად იყენებენ შიშის ნარატივს, რათა გამართლება მისცენ ომის პროვოცირებას, მაგრამ სინამდვილეში მათი მიზანი სხვა ძალების გავლენის გაძლიერება, რასაც განგაშის მუდმივად შექმნის ხარჯზე ახორციელებენ. ომის პარტიის ტერმინს ორგანულად უკავშირდება ტერმინი deep state. ამერიკულ პოლიტიკაში მასში გულისხმობენ არაფორმალურ ფარულ ქსელს, რომელიც მმართველ სტრუქტურებზე არჩეული ხელისუფლების კონტროლის მიღმა ახდენს გავლენას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერმინი deep state პოპულარული გახდა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხშირად იყენებდა ამ ტერმინს იმის აღსანიშნავად, რომ გარკვეული სისტემაში ჩართული ელემენტები ან ბიუროკრატიული ინსტიტუტები ეწინააღმდეგებოდნენ მის პოლიტიკურ დღესდღეობას. ტრამპისა და მისი მომხრეების მტკიცებით deep state მოიცავდა დაზვერვის, უსაფრთხოების და სახელმწიფო სტრუქტურის მაღალჩინოსნებს, რომლებიც მათივე აზრით ადმინისტრაციასთან ფარულად დაპირისპირებას ეწეოდნენ. დონალდ ტრამპი, deep state უტევს ჩვენს დემოკრატიას. ისინი არ აძლევენ ხალხს იმის უფლებას, რომ მათ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა თავისუფლად იმოქმედოს. ჩაკ შუმერი, დემოკრატიული პარტიის სენატორი. თუ დაუპირისპირდებით სადაზვერვო სააგენტოებს, მათ 6 სხვადასხვა გზით შეუძლიათ თქვენს წინააღმდეგ მუშაობა და ისინი ამას აკეთებენ, როცა საჭიროდ მიიჩნევენ. სტივენ ბენონი, ტრამპის ყოფილი მრჩეველი და იდეოლოგი. ეს არის მუდმივი სამთავრობო სტრუქტურა, რომელიც მუშაობს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ და ცდილობს შეაჩეროს ცვლილებები. უილიამ ბარი, ყოფილი გენერალური პროკურორი. არსებობს მუდმივი სამთავრობო ინსტიტუციები, რომლებიც ყოველთვის არ მოქმედებენ საჯარო ინტერესებში. ამას შეიძლება ვუწოდოთ deep state. ეს არის ის, რაც ჩვენ როგორც საზოგადოება უნდა გამოვიკვლიოთ და ვაკონტროლოთ. ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ ან ამერიკა გაანადგურებს deep states, ან deep state გაანადგურებს ამერიკას, ხოლო დღეისთვის ეს ამოცანა მისი გუნდისთვის მთავარ პოლიტიკურ დოქტრინას წარმოადგენს. არანაკლებ მწვავეა ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა ომის პარტიისა და deep state-ის მისამართით,
თუმცა მათზე სხვა დროს. მთავარი ისაა, რომ გლობალური ომის პარტია და Deep State არის არა რეალობის ქართული ფაბრიკაცია და ეგრეთ წოდებული შეთქმულების თეორიის ნარატივი, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძირითადად კონსერვატიული ფრთის პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებში არსებული პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობენ ფარული, არაკონტროლირებადი გავლენიანი ძალები და ჯგუფები, რომლებიც ზღუდავენ არჩეული ოფიციალური პირების მმართველობას და ხისტი აგრესიული საგარეო პოლიტიკის წარმოებით დაინტერესებულნი არიან მსოფლიოში მუდმივი კონფლიქტების და ომების წარმოებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მთელ მსოფლიოში 1000-ზე მეტი სამხედრო ბაზა აქვს და მისი თავდაცვის ყოველწლიური ბიუჯეტი $900 მილიარდ აღემატება, ომები კი დამატებით ასეულობით მილიარდი დოლარი ჯდება, არ უნდა იყოს გასაკვირი ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტიის არსებობა და ძლევამოსილება. გლობალურ ომის პარტიას ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია და ისტაბლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს თვით ამერიკისთვის, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო მშვიდობაზე. 1000-ჯერ უფრო მეტი საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს ამ ძლევამოსილი ძალის აგრესიული გეგმები ჩვენისთან და პატარა ქვეყნის მიმართ. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და ახლაც სრულად ვიზიარებთ ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. ამითაა გამოწვეული ევროპისა და ამერიკის ბიუროკრატიის ზღვარგადასული ჩარევები ქართულ არჩევნებში, ქართული ოცნებისა და ხელისუფლების წევრების უსაფუძვლო და უსამართლო დასანქცირებები, გარედან რევოლუციის ძალადობრივად იმპორტის ფუჭი მცდელობები 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მოვლენები და ფაქტები თავისთავად მეტყველებენ ომის პარტიისა და Deep State-ის საშიშ გავლენებზე, მათ შორის საქართველოზე. უბრალოდ ვფიქრობთ, რომ დროა ქართულმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ პოლიტიკას შეხედოთ როგორც ურთულეს მეცნიერებას და გეოპოლიტიკას როგორც ქვეყნის გადარჩენის უმაღლეს ხელოვნებას. დროა ვიაზროვნოთ რთულად და არა საყოველთაო მეგობრობაზე გარედან თავს მოხვეული გულუბრყვილო თეორიებით. ამ კაცრ სამყაროსა და დროში ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს და სუვერენიტეტი ამ ინტერესების დაცვისა და განხორციელების ერთადერთი ინსტრუმენტია. საბედნიეროდ ჩვენ მარტონი არ ვართ გლობალური ომის პარტიის მსახურ აგრესიულ ნეოლიბერალიზმთან ურთულეს დაპირისპირებაში. ტრამპის გუნდი და დასავლეთის ჯანსაღი და კონსერვატიული ძალები ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების განსამტკიცებლად დიდ ცვლილებებს აბზადებენ მსოფლიოში. ჩვენი ადგილი მათ გვერდითაა, ვინც იდენტობას, ისტორიულ მემკვიდრეობას და ტრადიციებს ერთგულებს ნამდვილ ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან. ისინი არიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები რუსულ ოკუპაციასა და საფრთხეებთან გამკლავებაში, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი სუვერენიტეტი და მსოფლიო პოლიტიკის ლაბირინთებში სწორად ორიენტირება. ჩვენი ექსპერტები მომავალში შეეცდებიან საზოგადოებას დღევანდელობის აქტუალურ თემებზე დასავლელი პოლიტიკოსებისა და სწავლულების მოსაზრებების შესთავაზონ, რათა ჩვენს ყოფაში მეტი პრაგმატიზმი და მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე ტენდენციების ღრმა ცოდნა დამკვიდრდეს.